Მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია სტუდია ნომერი 8. დღეს სამწუხაროდ საპატიო მიზეზის გამო ბატონი მალხას თოფური არ იმყოფება სტუდიაში და მის ნაცვლად მე გავუძღვები ამ გადაცემას. მე და ბატონი ოთარ ჭითანავა ვიქნებით დღეს ამ გადაცემის წამყვანები. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, ასევე დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ბატონო ოთარ, სანამ უშუალოდ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ, დავიწყოთ საგარეო ასპარესზე განვითარებული მოვლენებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც განვითარდა ამ დღეების განმავლობაში, თუ შეიძლება მოგვახსენეთ ამის შესახებ. მივესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო ამბები ხდება ჩვენს რეგიონში. პირველ რიგში მინდა ვახსენო ისევ კონფლიქტი უკრაინაში. ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა, რომ შეამცირებს აუცილებლად 50 დღიან ვადას, რომელიც მისცა რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რომ კონფლიქტი შეწყვეტილიყო ისე, რომ თუ ამაზე არ წამოვიდოდა რუსეთის მხარე, მაშინ ის იძულებული გახდება და აწესოს მეორადი სანქციები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის ენერგომატარებლებს ყიდულობენ. და დღეს უკვე თქვა, რომ ის ამცირებს ამას 10 დღეს აძლევს რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს. და ის თვლის, რომ პუტინი მუდმივად პერმანენტულად ატყუებს მას, რადგან საუბრებში ბოლო დღეების განმავლობაში 4 ჯერ თუ 5 ჯერ ესაუბრა ცეცხლის შეწყვეტაზე ძირითადად და შემდეგ ხედავს, როგორ მიფრინავს რაკეტები უკრაინაში და ეს მისთვის და რა თქმა უნდა ყველა ნორმალური ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. პრაქტიკულად ამ კონფლიქტმა ხანგრძლივობით შეიძლება მალე მეორე მსოფლიო ომს გაასწროს, იმიტომ რომ უკვე 4 წელია პრაქტიკულად საომარი მოქმედებებია ამ ქვეყანაში. ასევე ძალიან კარგად მოქმედებენ ჰაკერები, რომლებიც არიან უკრაინაში და ბელორუსიაში და მათ მოახერხეს აეროფლოტის სერვერების განადგურება და საერთოდ ქსელის, რაც მართლაც დღეს ყველა თვითმფრინავი იმართება და ყველა აეროპორტი სწორედ კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ის არის წყობრიდან გამოყვანილი და ეს მილიონობით დოლარი ზარალი ადგება თითქმის ყოველდღიურად ამ რუსეთის სააეროფლოტს, იმიტომ რომ აეროფლოტის 170 თვითმფრინავი არის პრაქტიკულად გაჩერებული და ამას 1 და 2 დღე ნამდვილად არ ყოფნის და არც 1 თვე და შეიძლება წელიწადზე მეტი დასჭირდეს იმას, რომ ეს სისტემა იქნას აღდგენილი, წყობრში ჩადგეს და მოახერხოს ფუნქციონირება რუსეთმა სრულყოფილად, რაც ახლა წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი ავიაკომპანია არის რუსეთში აეროფლოტი და ამას რო გააჩერებ, იქ კიდე რაღაც პაბედა და კიდე რაღაცა აქვს, ეს არის ძალიან პატარა ავიაკომპანიები, რომლებიც ვერ ახერხებენ, რა თქმა უნდა, ნაკადების მომსახურებას, რომელშიც დღეს რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა. რაღაც კითხვა გინდოდა. რაღაცის კითხვა მინდოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ტრამპის ულტიმატუმი, თუ ეს არის მხოლოდ ლიტონის სიტყვები? არა, ამას გამოეხმაურნენ ასევე ის ქვეყნები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით იღებენ რუსულ ენერგომატარებლებს, მაგალითად რუსულ ნავთობს, ეს ინდოეთი და ჩინეთია, რუსეთს ყავს ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც შედგება 238 გემიდან და გემებიდან მიდის გადატვირთვა იმ გემებზე, რომლებსაც ახვედრებენ, ესე იგი, ჩინური და ინდური მხარე, მაგრამ აქაც იპოვა ამერიკამ გამოსავალი, თქვა, რომ ყველას ამ ქვეყნების დაკმაყოფილებასაც თვითონ შეძლებს
როგორც გაზის, ისევე ნავთობის თუ რაღაც იქნა მსგავსი მოთხოვნა მომარაგების თვალსაზრისით. ეხლა ისეთ პატარა ქვეყნებს, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებია, მათ გაცილებით უფრო მეტი მარაგი აქვთ მაგალითად გაზის, ვიდრე რუსეთს, მაგრამ რუსეთი ეხლა, რა თქმა უნდა, უფრო ხელსაყრელი, უფრო ახლო მეზობელია, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის, მაგრამ რახან სანქცირებულია, პესკოვიც გამოვიდა, რომ ჩვენ უკვე შევეჩვიეთო ამ სანქციებს, აღარ იმჩნევენ უკვე, რომ მართლაც ძალიან დიდი სანქციების წნეხის ქვეშ იმყოფება ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ირანზე მეტი სანქციები აქვს, დღეს რუსეთს 10,000-ზე მეტი სანქცია აქვს, რაც მართლაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ალბათ რუსეთის ეკონომიკას მალე. ზარია მობრძანდით პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. დასვით კითხვა. არის მის თქვენი ხმა. ბრძანეთ, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. შეიძლება შეგიძლია? კი ბატონო, დასვით ბატონო კითხვა. გისმენთ. რამდენი სამწუხაროდ არის მის ბატონო თქვენი ხმა, გადმორეკეთ კიდევ ერთხელ და შეგიძლიათ დასვოთ თქვენი შეკითხვა. თუ ეს კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის, მაინც საინტერესოა, ალბათ ბევრი კითხვები დაისმება, რატო შეიჭრა რუსეთის ფედერაცია მაინც და მაინც უკრაინაში, იყო აქ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ყაზახეთი, დღეს უკვე ძალიან აქტუალურია აზერბაიჯანი, მაგრამ აქ სულ სხვა ვითარებაა, იმიტომ რომ უკრაინა რუსეთისთვის არის რაღაც საშინელი სარკე, სადაც რუსეთი ხედავს ყველაფერს, სადაც მაგალითად თვითონ არა აქვს და რაც რა თქმა უნდა პუტინის პირობებში არც ექნებათ, იმიტომ რომ 2014 წელს ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინაში მოხდა მაიდანი, სადაც პუტინის მარიონეტკა იანუკოვიჩი იქნა ქვეყნიდან გაძევებული, აღზრული მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, მათ უკრაინელმა ხალხმა აიღო ხელში თავისუფლება და გადაწყვიტა რუსეთისგან განსხვავებით ცოტა სხვანაირად ეცხოვრა შიშის გარეშე ევროპასთან და მომავალზე ორიენტირებული. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის და პირადად პუტინის ინტერესებს და პირდაპირ აი ამ პუტინის სისტემას გულში ურტყამს, რამე თუ უკრაინას შეძლებს ვერ შეძლებს იმის ამ პრობლემის მოგვარებას, თუ ეს პრობლემა გაუჩნდა საკუთარ ქვეყანაში, ესე იგი რუსეთში, იმიტომ რომ რუსები რო ნახავენ, რომ თავის მეზობლებში ასეთი რამ ხდება, რა თქმა უნდა, ესეთი მაგალითები არის გადამდები და ყველაზე მეტად, აი სწორედ ამის ეშინია ვლადიმერ პუტინს, ყველაზე მეტად და მეერე ნატოსი და რაღაც სხვა სამხედრო ბლოკების. იმიტომ რომ თვითონ პუტინი საერთოდ არ თulis რომ უკრაინა არის რაღაც საერთოდ ცალკე სახელმწიფო წარმონაქმნი, ის თulis რომ უკრაინა საერთოდ როგორც ქვეყანა არ არსებობს და ეს არის ერთი და იგივე ხალხი, რომელსაც რატომღაც ისე მოექცა, როგორც ჩვენ დავინახეთ, მას არ უცდია, რომ რაღაც გადაერწმუნებია მეზობელი სახელმწიფო და უშუალოდ რაღაც თვალსაზრისით შეეცვალა მათთვის, არა, მან გადაწყვიტა პირდაპირ გადაუაროს ამ ქვეყანას იმ მეთოდებით, რომელიც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვაკვირდებით. ამიტომ თავისუფალი უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აწყობს, რადგან თავისუფალი უკრაინა ეს პუტინის დასასრულია. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ გაიხსნას კიდევ ერთი ფრონტი რუსეთსა და ვთქვათ დასავლური ძალების მხარდამჭერ ძალებს შორის და სად შეიძლება რომ ეს ფრონტი გაიხსნას? რამდენად არის ამისი ალბათობა დღევანდელ მოცემულობაში?
ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა ახლა ჩვენს ბოლომდე არ ვიცით უკვე რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ რაღაც იქ მეორე ფრონტი გახსნას, თუნდაც ღმერთმა დაგვიფაროს და აზერბაიჯანთან, სადაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ახლო კავკასიაში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში რუსეთმა პრაქტიკულად თავისი გავლენები დაკარგა. ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგად როგორ მიიღო ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და რას გეგმავს სამომავლო და იქნება ძალიან სერიოზული კავშირები ეკონომიკური სადაც გაუცილებლად იქნება გამოყენებული ზანგეზურის დერეფანი რომელიც დააკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანთან და პრაქტიკულად ზოგი ექსპერტი ამბობს რომ აქ ჩვენს შუა დერეფანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება მაგრამ არ ამგონია ესე ადვილად მოხდეს იმიტომ რომ უკვე ათეული წლებია ჩვენს ტერიტორიაზე გადის ისეთი დიდი საერთაშორისო პროექტები როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ბაქო-თბილისი ერზერუმი ბაქო-თბილისი სუფსა ეს არის იმხელა პროექტები რომ ხა იმის გამო ნამდვილად ხა თუ რაღაც გეგმა რო არსებობს აზერბაიჯანს და თურქეთს და სომხეთს შორის ნამდვილად ვერ შეუშლის ამხელა პროექტებს და ვერ გააჩერებს მათ. კი ბატონო. საერთაშორისო სიახლეების განხილვის შემდეგ გადმოვინაცვლოთ ისევ და ისევ შიდა პოლიტიკურ ველზე. მოგახსენებთ და წინა გადაცემებშიც მოგახსენებდით, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავის Facebook გვერდზე და ზოგადად მედია სივრცეშიც სხვადასხვა მედია საშუალებებით გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიოტთა ალიანსი აპირებს სატელეფონო გამოკითხვის ჩატარებას და ამ ინიციატივით მიმართავს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე მთელ პოლიტიკურ სპექტრს და სრულიად ქართულ საზოგადოებას. აღნიშნული სატელეფონო გამოკითხვა ემსახურება იმას, რომ დაისვას ცენტრალური ძირითადი კითხვა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უპასუხებს. ამგვარი ტიპის გამოკითხვა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს წარსულშიც გაუკეთებია დაახლოებით 900,000 ავთენტური ჩანაწერი იქნა მოპოვებული აუდიო ჩანაწერზე აქ რასაკვირველია საუბარი სადაც გამოკითხულ იქნა დაახლოებით 1,200,000 ადამიანი და შეირჩა შემდეგ ავთენტური ჩანაწერები რომელსაც არ ქონდა ხარვეზე ასე ვთქვათ და გამოვლინდა საზოგადოების რეალური ასე ვთქვათ ნება თუ რეალურად ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არა ვთქვათ პირდაპირ კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს რასაკვირველია აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასარგებლო იქნება სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და ქართული საზოგადოებისათვის ვინაიდან ჩვენ რეალურად ვიქნებით მოწმენი იმ უნიკალური მცდელობისა, რომ გავიგოთ რეალური აზრი საზოგადოებისა. არსებობს მრავალი კვლევითი ორგანიზაცია. მოდით პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს კვლევითი ორგანიზაციები, მათი უმრავლესობა ემსახურება კონკრეტული ძალების ინტერესებს და შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ პარტიას თუ თითოეულ პოლიტიკურ ძალას, იქნება ეს შიდა თუ გარე ძალა, ყავს თავისი სოციოლოგიური, ასე ვთქვათ, გამოკითხვის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დებს ისეთ რეზულტატს, რომელიც მისაღებია ამა თუ იმ ძალისათვის. ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსი მოუწოდებს როგორც ოპოზიციურ სპექტრს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას და სრულიად ქართულ საზოგადოებას, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოკითხვა. ის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან სოციოლოგიის პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ის არ უნდა დათანხმდეს ისეთ კვლევას, რომელიც იქნება სუბიექტური და კონკრეტული ძალის დაკვეთის, ასე ვთქვათ, განმახორციელებელი, ვინაიდან სოციოლოგიის მთავარი ამოცანა არის რეალური სურათის დადგენა.
აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოკითხვის შეტარება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა, რათა დავინახოთ რეალური სურათი თუ რა სურს ქართულ საზოგადოებას და ასე ვთქვათ, როგორ პოზიციას იკავებს ის, როგორ პოზიციონირებს. როგორ ფიქრობთ, ბატონო ოთარ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა და რა შედეგის მოტანა შეუძლია მას? ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც ის ჩვენი ინიციატივა და ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ პრინციპში ნორმალური ხელისუფლების პირობებში და იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისია, სწორედ მსგავსი რამ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, არის განმუხტვის პრაქტიკულად უალტერნატივო გზა, რადგან ჩვენ და ზარია შემოუშვეთ. დიახ, ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგბრძანდით. ეთერში ვარ? დიახ, ბრძანეთ. მოგესალმებით, ჩემო მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს ჩვენ კაცობრიობა ვიმყოფებით ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში. დიახ. ნუ თუ ვერ მივახციეთ ისეთ საარჩევნო სისტემის დაკანონებას და ამფერის სისტემაში შეგი რომ რეალურად თქვენი ხმაი მე მაგალითად მესტინის ჩემ ხმას მივეცი პატრიოტთა ალიანსს არტიკოს ვიჭერს ყველა სამხაერულ პარტიას მივეცი ხმაი და დამიკარგე ასია ყველა პატრიოტულად განწყობილი ქართველი ყველა მესტინის მის ხმას რომელიც თქვენ არ გვინდა ამფერი მთავრობა და მშვიდობიანი გზით არჩევნები ჩვენი ხმით გვინდა რომ დევიმართოთ და რა მოვნახოთ გზა ეს საუკეთესო ფორმატია მეცოდინება თმან ჩვენი ხმა არ შეიკარგება და უნივერსალები კიდე და სამოგებულ ჩემისას რა გვინდა სისწრევა მშვიდობიანი გზით რომ ხმა მისცეს იმას ვის თქვენ გაჩაღული სახით ინტერესებს ეცავს და პატარა ნორმალურ სახელმწიფოს შევქმნით. სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს გათვლილი იქნება ადამიანების უფლებები და არ შემეცნდება ახლა მე მაგალითად ვინმე თუ მასწრეინა და ისე დანიშალა რომ მე სერიოზულად ვიმეწები და საქმე მე თუ აი იგი არის დიდი თანამდებობის პირი და რაღაცა მასთან დაახლოებული ხალხია მე უკვე სასამართლოში არ მაქვს იმედი რომ სასამართლო მე დამისავს აი არა სამართალი ეს არის არცინდისი ცხოვრება და ეს გარიდა აიწლებინა 30-35 წელი არის 2003 თაობა მამობა და ჩვენ მაგრამ ასაკოვან ხალხს ვინდა ნორმალური ქვეყანა დაგვეჭირია მომავალი თაობისა და ვეცხოვრა წესიერად და ვარგებულა რომ მიხსის ადამიანებო მიხსის რომ გასაგებია ქალბატონო თქვენი პოზიცია სრულებით გეთანხმებით ერთი მოძღვარი რომელსაც ამასინათ უსმენდი ძალიან კარგად განმარტავდა შესაძლებლობის შინაარს დანით შეიძლება ადამიანს ჭრილობა მიაყენო და ამავდროულად შეიძლება პური დაჭრა და გაუნაწილო ადამიანებს ნათქვამია ძველი ქართული გამოთქმა არსებობს თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო მართლაც როდესაც არსებობს ნება პოლიტიკური ნება იმისა რომ რაიმე სწორ კალაპოტში ჩადგეს და სწორი მიმართულებით განვითარდეს ყოველთვის არსებობს იმის მაღალი ალბათობა რომ ეს წარმატებით განხორციელდეს მაგრამ იმ პირობებში როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება რომ რეალურად ჩატარდეს სამართლიანი მიუკერძოებელი არჩევნები შეიქმნას იმგვარი საარჩევნო გარემო რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალის და ყველა მოქალაქის ინტერესი და ხმა იქნება დაცული ბუნებრივია რომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის შედეგები რომელსაც ვიღებთ თუმცა მე რასაკვირველია შორს ვარ იმაზრისგან რომ არჩევნების გარდა სხვა მეთოდით მოხდეს ასე ვთქვათ ხელისუფლების ჩანაცვლება გმობ ყველანაირ ვთქვათ ძალადობრივ მეთოდს და რევოლუციურ სცენარს ამას რასაკვირველია მე არ ვეთანხმები რაც შეეხება იმას რომ არჩევნები ყალბდება აი მაგალითად წინა საპარლამენტო არჩევნებზე რომელიც ჩატარდა 2024 წელს პატრიოტთა ალიანსს და მისი ქოლგის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებსა და პარტიებს დაუწერეს სულ რაღაც 50000 ხმა
ეს რასაკვირველია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან თვითონ მხოლოდ პატრიოტთა ალიანსს გარდა ვთქვათ სხვა ძალებისა, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, მის გარს იყვნენ შემოკრებილნი, უამრავი ათასობით ადამიანი გამოყავდა წლების განმავლობაში ერთგული თანამებრძოლები, ერთგული თანამოაზრეები ქუჩებში. და აი ამ ქუჩის პროტესტებით, ამ სახალხო დემონსტრაციებით ახდენდა იმის ჩვენებას, აჩვენებდა იმას, რომ მას ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ძალიან ბევრი ამომრჩეველი და ის სურათი, რომელსაც ვიღებთ ხოლმე ყოველი არჩევნების დადგომისას, ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა რასაკვირველია, არჩევნები არის ის გზა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალი ხელისუფლების არჩევა და როტაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა. თქვენ რას უპასუხებდით ამ ქალბატონს? სწორად ისაუბრა ქალბატონმა სწორედ აი ამ საარჩევნო პრობლემატიკაზე, ასევე იმაზე, რაც ხდება სასამართლოში და ჩვენ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, ქვეყნის კონსტიტუცია, საქართველოს კანონები მთლიანად მორგებულია მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებზე, პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე, არ ვიცი, ასეთი ნარცისიზმი ყველაფერს თავის თავზე ირგებენ, რომ თვითონ იყონ მხოლოდ კარგად და სასამართლოში როგორ იპოვის ადამიანს სამართალს ახლა მურუსიძეს და ჩინჩალაძეს და სხვების პირობებში ეს ძალიან ბევრ პროცესებზე ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ. იგივეა პრაქტიკულად ეს ორგანოები არის მთლიანად დამორჩილებული ხელისუფლებას და უსიტყვოდ ასრულებენ ზემოდან წამოსულ დავალებებს. სწორედ ასევე არის საქართველოში ეს რაღაც ჯიბის ხელისუფლების ჯიბის სოციოლოგიური გამოკითხვის ორგანიზაცია გორბი, რომელიც რაც ვიცნობთ ამ ორგანიზაციას, მას მერე პრაქტიკულად ცდომილებას არ აკეთებს. ანუ ის, რასაც იტყვის გორბი, შემდეგ არჩევნების შედეგებზე ისახება. შეიძლება ცდომილება იყოს რაღაც 1 ან 2%-ით. ეხლა ამბობს, რომ ხელისუფლებას თურმე იმის მერე, რაც ჩვენ ვიხილეთ ნოემბერ-დეკემბერში ეს მასობრივი დარბევები, ხალხის დასახიჩრება, ეს ბიზნესების წართმევა, კორუფცია, რა ვიცი, 1000 უბედურება, რაც ნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ამის მერე თურმე უფრო მეტი პროცენტი აქვს ქართულ ოცნებას და სადღაც 60%-მდე არის ახლა დღეს ქართული ოცნების რეიტინგი, რაც არის სრული აბსურდი. მინდა უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ რომ ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა დღეს 40%-საც ალბათ არ ცდება. ან არ ვიცი, სად ატარებს ახლა ეს გორბი ამ გამოკითხვებს, ვინმე ვიცი საახლობლოში, სამეგობროში, რომ სადღაც ვიღაც გორბიდან შეეხმიანა და იკითხა, რომელ პარტიას უჭერ, ან რა კურსს უჭერ ხარს. ასეთ ადამიანს ჩვენ ვერ ვიპოვით, უბრალოდ, რაღაც ქაღალდზე არსებობს ეს ორგანიზაცია, რაღაც საბურთალოზე აქვს იქ ოფისი. არ ვიცი, ვინ წერს აქ ყოველ შემთხვევაში ამ ციფრების გამოყვანაში, რა თქმა უნდა, აქტიურად არის დარწმუნებული ვარ ჩართული ქართული ოცნების ოფისიც. ეს ფაქტია. ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ გამოკითხვას, ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი და ამან გაამართლა მაშინ, როდესაც ჩვენ 2018-ში თუ 2019-ში ჩავატარეთ მსგავსი რამ, რომელსაც მართლა ძალიან სერიოზული ეფექტი და ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებას არავის და არაფრის მოსმენა არ უნდა სამწუხაროდ. ჩვენ ბევრი საინტერესო ინიციატივა შევთავაზეთ, ასევე კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა პატიმრების საქმეების გადახედვაზე სპეციალურმა საგამომძიებლო კომისიამ რომ იმუშაოს. ჩვენ ასევე ახალი წლის დასაწყისში შევთავაზეთ ხელისუფლებას საკოორდინაციო საბჭოს შექმნა იმისათვის, რომ ის კრიზისი, რომელიც შეიქმნა ნოემბერ-დეკემბერში, ამ კრიზისიდან გამოსავალი გვეპოვა და შეიძლება გვეპოვნა კიდევაც, იმიტომ რომ დღეს უკვე 235 დღეა, მე მგონი, ხალხი გარეთ გამოდის და ამ პრობლემას, აი ამ კრიზისს დასასრული ნამდვილად არ უჩანს. და ამას ამ საბჭოს შეეძლო სერიოზულად განემუხტა ეს ვითარება.
ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება ასე არის გაჯიქებული, არავის და არაფრის მოსმენა არ უნდა და რას მოიმკიან, ამას აუცილებლად ნახავთ საპარლამენტო საადგილობრივ არჩევნებზე. ენა მიყივლა მე მგონი ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება საპარლამენტოც და ადგილობრივიც ერთად ჩატარდეს, კი ბატონო. მე მახსენდება ცოტა ისეთი დელიკატური ფრაზის წარმოთქმა მომიწევს ახლა, მაგრამ მახსენდება დიდი ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის სიტყვები, რომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი, უბრალოდ არაჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი ყოველგვარ მეძავზე უფრო მეტად გახსნილი რამ არისო. დღეს ვკითხულობდი ზუსტად ნოამ ჩომსკის დიდი ამერიკელი ლინგვისტის და მკვლევარის წიგნს თანხმობის წარმოება მედიის, ასე ვთქვათ, კულტურა, ასეთი წიგნი არის, სადაც ის პირდაპირ ამხელს ტელევიზიებს, რომ ზოგადად მედია საშუალებების უმრავლესობა არის მართული კონკრეტული ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ და ეს მედია საშუალებები წარმოადგენენ ერთგვარ საარტილერიო დანადგარს პროპაგანდირების საქმეში. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ თეთრზე თქვან შავი, დემაგოგიის საშუალებით წარმოაჩინონ, რომ სიმართლე არის ტყუილი და ტყუილი პირიქით არის სიმართლე. ამის არაერთი მაგალითი აქვს ნოამ ჩომსკის აი ამ შესანიშნავ წიგნში მოყვანილი და რომც არ ვიცოდეთ მისი ეს წიგნი და მისი ეს სწავლება ჩვეულებრივად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს თუ რა საქმიანობას ეწევა მედია საშუალებების უმრავლესობა. ფაქტობრივად მედია საშუალებების უმრავლესობა გამონაკლისების საბედნიეროდ არსებობს ქართულ ტელესივრცეშიც და მათ შორის ეს არხია რასაკვირველია და იგივე გაზეთების და გამომცემლობების თვალსაზრისით არის ალესილი ხიშტები, რომლებიც წარმოადგენენ აი ამ პროპაგანდისტულ საარტილერიო დანადგარებს, რომელსაც აფინანსებენ და რომლებიც იმყოფებიან ზეგავლენის ქვეშ და ბუნებრივია, როდესაც ასეთ პირობებში უწევს ადამიანს სიახლეების მოსმენა, ის ხდება ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ნარატივებისა, რომლებიც ჟღერდება ამ სატელევიზიო საშუალებების თუ სხვა მედია საშუალებების, ასე ვთქვათ, ტრიბუნიდან, რაც ჟღერდება, ასე ვთქვათ. შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქართულ ტელესივრცეში, ქართულ მედია ბაზარზე, სოციალურ მედიაში გაჩნდეს ერთგვარი პატარა კუნძულები იმისა, რომ არსებობდეს მართლის მთქმელი, ობიექტურად გამშუქებელი მედია საშუალებები. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მედიაო არისო დამატებითი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მეხუთე ხელისუფლებას ეძახიან და აქ მახსენდება ნაპოლეონის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ძალაუფლების 4 შტო არსებობსო და არა 3-ო. ნუ კლასიკური შტოები ჩამოვთვალოთ, საკანონმდებლო ხელისუფლება, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და მეოთხე მთავარ შტოდ ნაპოლეონი მოიაზრებდა ამომრჩეველ ხელისუფლებას. ანუ ამომრჩეველს, ვინც ირჩევს რეალურად ხელისუფლებას, ხალხს. დიახ, ხალხი არის ძალაუფლების წყარო 1921 წლის შესანიშნავ კონსტიტუციაში, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდა დიდი ქართველი წმინდანი, დიდი ქართველი მოღვაწე 6 მეხუთისკაცი 6 თაყაიშვილი, ძალიან ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ იყო ჩაწერილი და ნათქვამი, რომ ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს. შესაბამისად საქართველოს თითოეული მოქალაქე იმ კონსტიტუციის თანახმად იყო ხელმწიფების გარანტი. სიტყვა მინისტრი, რომელიც არის ლათინური წარმოშობის, გულისხმობს მსახურებას. მინისტრი არის მსახური. შესაბამისად ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვა საქართველოს სათავეში, კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ეს მდგომარეობა არის დროებითი და წარმავალი. ის არის დროებით დაქირავებული. ისტორიული ფაქტი. ჯორჯ ვაშინგტონი
ორჯერ იყო არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და როდესაც მას შესთავაზეს მესამე ვადით არჩევა, მან განაცხადა, რომ მე არ დავარღვევ კონსტიტუციურ პრინციპებს, კანონი არის მეფე და არა მეფე კანონი, შესაბამისად მე უარს ვაცხადებ მესამე ვადით არჩევაზე. ანუ მანაც იცოდა ამ დამფუძნებელმა მამამ ამერიკული სახელმწიფოებრიობისა, რომ აბსოლუტური ძალაუფლება რყმის ხელისუფალს და აქცევს მას ტოტალიტარულ რეჟიმად, ავტორიტარულ რეჟიმად. შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი ძალაუფლება არის დროებითი. როგორ ფიქრობთ, ბატონო ოთარ, რამდენად აწყობს ხელისუფლებას და ოპოზიციურ სპექტრს აღნიშნული ინიციატივის განხორციელება? გულისხმობ პატრიოტ ალიანსის ინიციატივას საერთო სახალხო გამოკითხვის სატელეფონო გამოკითხვის შეტარებასთან დაკავშირებით. ჩვენ იმიტომ არ არის გამოხმაურება ამაზე, რომ არც ერთ მხარეს ეს არ აწყობს და პირველ რიგში ხელისუფლებას და აქედან არის შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ ის რაზეც საუბრობდნენ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომ 1,150,000 ხმა აიღო ქართულმა ოცნებამ თურმე, ეს მან აიღო ძალიან ბევრი ხმები, მაგრამ ეს არ არის მართლაც მილიონზე მეტი. მილიონზე ბევრად ნაკლები ხმა არის და ეს კარგად იციან მათ, იმიტომ რომ თუ არის გორბის მონაცემებით 57% აქვს ხელისუფლებას, რატომაც არ შეიძლება ჩატარდეს ხელახლა საპარლამენტო არჩევნები. ზარია მოგზანდით პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ალო, დაბაჭობთ. მოგესალმებით. ბატონო თორნიკე, ბატონო ოთარ, ძალიან სავალალო მდგომარეობა დღეს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. აი აბსოლუტური ძალაუფლება რყმის ხო ხელისუფლებაზე. ფაქტისაც ესეა, ხედავთ ყველაფერს კარგად. პენსია ხო სამათხოვროა, დღევანდელი თქვენი პენსია და იმ ხელფასთან პარლამენტარი რო 14,000 ლირებს წლში 40-ჯერ მეტია პენსიაზე. განა 5-ჯერ, განა 10-ჯერ, ან 15-ჯერ მეტი კი არ არის, 40-ჯერ მეტია. ეს რა გამოდის? ეს არის ის, რომ მართლა მაპატიეს ამ სიტყვას, რომ ვამბობ, მე მერიდება, მაგრამ გარყვნილებამდე სულ ხელისუფლება ყველანაირად დასცინის ამას ხარავებს ხალხს. როგორ ექცევა ვეტერანებს, ომგამოვლილ ხალხს, რამხელა ყვაწლია სამშობლოში წარებული, ვის როგორ ექცევა პენსიონერია თუ ვინც არის, არც ბავშვები აინტერესებს, უკვე აღმაშფოთებელია ვითარება. იქით ვერ ამინდა სხვა, ყველა ადამიანის უპირველესი მოვალეობა ისევ და ისევ, როცა კი ჩატარდება არჩევნები, უნდა მივიდეთ იმ არჩევნებზე. მე ვარ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი უკვე 10 წელზე მეტია. ძალიან გული დამწყდა, რომ 2024-ში დიდი იმედების მერე ერთობა რომ იყო, ფიქრობდი, რომ დადგებოდა ნანატრი დღე, მაგრამ არ უნდა გავიტეხოთ გული. ეს არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა და გარდა ამისა, იცით რა მგონია, მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა თავის ჭკუაგონებაში შეიცვალა გადაწყვეტილება, თუნდაც იმ ხელისუფლების მხარდამჭერმა დღეს იმრავლა უკმაყოფილო ხალხთა რაოდენობა. ამიტომ ჩემი აზრით საჭიროა, რომ მივიდეთ არჩევნებზე და ხომარი ნაცვამი, ობლისკვერი სხვა და მიან გამოცხადა, ეს იქნება ნანატრი გამარჯვება ჩვენთვის ბოლოს და ბოლოს. გაიხარეთ ალბათონო, არაჩვეულებრივი სიტყვა იყო ნამდვილად ნათქვამი, სავსე დიდი მუხტი და ენთუზიაზმი. დიახ, აი თქვენ მოიყვანეთ კონკრეტული ციფრები, კონკრეტული რიცხვები. 40-ჯერ მეტია პარლამენტარის ანაზღაურება საშუალო პენსიონერის ანაზღაურებაზე და ახსენეთ ვეტერანების საკითხი, რომლებიც სამწუხაროდ არიან დაუფასებელნი და მე პირადად ხშირად მრცხვენია ხოლმე, როდესაც
ომის ვეტერანებს გამოწყობილ სამხედრო ფორმაში ვხედავ თბილისის ქუჩებში დაზიანებული ჯანმრთელობით, შერყეული ჯანმრთელობით, საშინელი მდგომარეობით, რომლებიც ხელგაწვდილნი დგანან და ითხოვენ მოწყალებას. ეს არის რასაკვირველია საშინელი სანახავი. ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა თორნიკე იქნება ოთარი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც ხელისუფლებაში მოდის, არ შეიძლება რომ უსაფუძვლოდ გამდიდრდეს. მე მესმის რომ თქვათ მინისტრის და ამა თუ იმ თანამდებობის დამკავებელი პირის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლოა და მესმის რომ თქვათ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა კონდეს, მაგრამ აი ეს ანაზღაურებები და ის პრემიები და ის ფინანსური დივიდენდები, რასაც ეს ბატონები და ქალბატონები იღებენ ხელის მოთფობით, ხელისუფლებაში ყოფნით, ბუნებრივია რომ არის აღმაშფოთებელი და არის ძალიან რთულად გადასატანი, ვინაიდან არ შეიძლება რომ ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი ქონება და უცბად მოვიდა ხელისუფლებაში და ჩაიდინა უკანონო ქმედება, სახელმწიფო აწარმოა ბიზნესი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და გადააფორმა ის ცოლის, სიდედრის თუ დედის და დაძმის სახელზე და უცბად გამდიდრდა, ეს უსაფუძვლო გამდიდრება არის რასაკვირველია ძალიან აღმაშფოთებელი. და ჩვენ გვახსოვს რომ ნებისმიერი არჩევნების წინ ყოველი პოლიტიკური ძალა, რომელიც შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე ხელისუფლების სათავეში თუ მთავარ ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, კოჰორტებად პარლამენტში, გვიცხადებს რომ ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ შეძლებს ხალხის ფულის მოპარვას, ვერც ერთი ჩინოსანი ვერ შეძლებს სიმდიდრის მოხოჭას, აბსოლუტური ძალაუფლების მოხოჭას, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება ლიტონ სიტყვებად. სამწუხაროდ და მე ამას ხშირად ვამბობ, ამას ხშირად ამბობს ბატონი ლევან ჩაჩუას, ქართველებს ძალიან არ გაგვიმართლა პოლიტიკოსებში. და ალბათ მეთანხმებით თქვენს ბატონო ოთარ, ჩვენ გვყავს არაერთი ღირსეული პროფესიის წარმომადგენელი საქართველოში, შესანიშნავი ხელოვანები, შესანიშნავი მეცნიერები, შესანიშნავი ექიმები, პედაგოგები, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაამშვენებდნენ ნებისმიერი ქვეყნის პროფესიულ წრეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა პოლიტიკოსებში, რომლებმაც თავიანთი ინტერესების სახურება არჩიეს საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახურებას. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მართლაც დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონს, არაჩვეულებრივ ადამიანს, სწორედ თქვენარ გულანთებული პატრიოტების იმედად არის დღეს დარჩენილი ჩვენი ქვეყანა, რომელიც მივა არჩევნების დღეს და სწორ არჩევანს გააკეთებს და რა ვიცი, ალბათ ასეთი ადამიანები რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უფრო წაადგება ეს ამბავი ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენი ბრალიც არის, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. ოცნება ცუდია, გავიგეთ, ვიცით და დავინახეთ ეს 13 წლის განმავლობაში, მაგრამ რითი არიან კარგები, რითი გახდნენ კარგები ნაციონალურ მოძრაობაში, ხო? ესეც გვითხრან, ხო? როცა ამბობენ, რომ ეს ხშირად გამოდიან ახლა ისინი ყველაფერს უფლება რომ ისწეს ჯერ კოჰაბიტაციით დაიწყეს, მე თავის რიგებში გააწევრიანეს და დღეს ისე გათავხედდნენ რომ ყველას ჭკუას გვარიგებენ და ოცნებას რაც ხვდება იმას კი ეუბნებიან, მაგრამ რითი არიან უკეთესები არ ვიცი ახლა სააკაშვილის დროსაც იყო მონოპოლიები, სააკაშვილის დროსაც იყო ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მიტინგების დარბევა, იყო პოლიტპატიმრები, იყო უკვე ციხეში ისაც ხდებოდა მაშინ ამათმა ეხა დაიწყეს, თორე სხვა რა დავარქვა არ ვიცი იმას, რაც ბაჩიაშვილს დამართეს ციხეში, კაცი რომელიც უკვე თვეზე მეტია მხოლოდ ძის სამარტო საკანში და უცებ უგზავნი ადამიანს, რომელიც ცემით ასახიჩრებს, ხო? დაბრუნდა ეს რა ქვია იმას ვანოს და მეგისის და ახალაიების დრო თუ რა ხდება ვერ გავიგე, ხო? რა არის რა უბედურებაა. და ესე იგი რაც ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა მომხრეებმა
ქართულმა პატრიოტებმა 9 წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ, ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ჩაგვიყარეს, იმიტომ რომ ისევ იმ სტილით არის მუშაობა, ისევ იმ უბედურებას უყურებთ, რაღაც დეჟავიუს მომენტი გვაქვს, ხშირად რომ ისეთი რამ მეორდება სამწუხაროდ, რაც ვნახეთ, ისტორიას უყვარს სიმბოლიკა და ისტორიას უყვარს რეპრიზა, მაგრამ არ მინდა ხო, იმიტომ ვიბრძოდით ჩვენ, იმიტომ არ შევსულვართ 9 წლის განმავლობაში სახში, რომ იგივე უბედურება არ განმეორებულიყო და ამის სიმპტომებს უკვე ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არის და ამიტომ ვთვლი, რომ ბოიკოტი ნამდვილად გამოსავალი არ არის ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ბოიკოტი არის კარტ ბლანშის მიცემა ფაქტობრივად. ბოიკოტი სწორედ ეს არის ქართული ოცნების მიზანი, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიიღებენ დატოვოს თამაშგარემობაში, შემოიყვანოს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა გირჩი, ესე იგი ხალხის ძალა, რომელსაც თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ მგონი ხმას. ხა გირჩს რო 3% დაუწერა გორბიმ გუშინწინ და ჩვენ გვაქვს პროცენტ ნახევარი. ესე გირჩმა ჩაატარა ერთი თვის წინ საპროტესტო აქცია, სადაც 30 კაცი ვერ მიიყვანა. აი ამ ანტინარკოტიკულ კანონზე. და ეხა ეს ორგანიზაცია თურმე ჩვენზე მეტ ხმებს იღებს გამოკითხვებში, ხო მაგარია? და ნუ ახლა რა თქმა უნდა, ესეთი რამ აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება ნამდვილად ვერ მოიგებს ვერცერთ დიდ ქალაქში და ამერწმუნეთ თუ ის მაგრად არ გააყალბა. და ამ შემთხვევაში, როცა მინდორზე იქნება გირჩი და ხალხის ძალა და მსგავსი პარტიები, კიდე ჩამონათვალი არ ვიცი, ხა ვერ ვიხსენებ. რა თქმა უნდა, იქ გაყალბება არ დაჭირდება, იქ თავისუფლად და ლაღად იგრძნობს თავს და იტყვის რა, აგერ ეს შედეგებია, რაც მივიღეთ. იქ რა თქმა უნდა, ამ ფონზე ქართული ოცნება ძალიან ბევრ ხმას აიღებს, მათ აი ამ პარტიების ფონზე. აი ეს არ უნდა გავაკეთებიო და ახლა იქ რო უყურებთ ჩვენ როგორ ნაცმოძრაობა და გვარამია ერთ მხარესაა და ლელო და გახარია მეორეს და ესენი ჭამენ აქ ერთმანეთს, ეს ძალიან კარგი საჩუქარია ქართული ოცნებისთვის. სწორედ აი ეს უნდა რომ ესენი ვერ ჩამოყალიბდნენ ერთ საერთო პოზიცია არ ქონდეთ და არჩევნებზე მოხდეს ის, რაზეც მე ეხლა ვილაპარაკე. მართალია არ მაქვს ნამდვილად იმის ილუზია, რომ ამ არჩევნებზე რაღაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიოს ოპოზიციამ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ბევრ დიდ ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში ქართულ ოცნებას და ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩემთვის სათაყვანებელი ფიგურა ნამდვილად არ არის ნაპოლეონი, მაგრამ ერთი მისი ფრაზა მინდა გავიხსენო ამ ქალბატონის ზართან დაკავშირებით. ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი ესეთ სიტყვებს, რომელიც თქვა ნაპოლეონმა: Victory belongs to the most persevering, რაც ნიშნავს რას? გამარჯვება ეკუთვნის ყველაზე მეტად უფრო დაჟინებულ ადამიანს. დიმიტრი უზნაძე, დიდი ქართული ფსიქოლოგი, განწყობის თეორიის შემქმნელი, ქართული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, აცხადებდა, რომ ქართველებმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდი გამოვიარეთ და გამოვიბრძმედეთ როგორც ერი. ქონდა შეცდომები, ქონდა ტრიუმფები, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რატომ ვერ ვახსევდით ხოლმე საწადილს და რატომ ვერ ვახსევდით იმ დასახულ მიზანს, რომელიც გაგვაჩნდა. და დიმიტრი უზნაძე სწორედ ამას ამბობდა, რომ ქართველებს ყველაზე მეტად გვაკლია მიზნისკენ დაჟინებული სწრაფვა. არ შეიძლება 1 და 2 მარცხის მერე ხელი ჩაიქნიო. 1 და 2 მარცხის მერე კი არა. ერთი ლექსი არის 9 ჯერ რომ გაგიწყდეს ბაწარიო, მე-10 ჯერ უნდა შექმნა ახალიო. შესაბამისად, მე-10 ჯერ უნდა აცოცხლდე ბაწარზეო. და მახსენდება ერთი ძალიან ისეთი დიდი შოტლანდიელი მეფე, რობერტ ბრიუსი. რობერტ ბრიუსი, რომელიც იყო შოტლანდიელების მეფე და შოტლანდიელების გამაერთიანებელი, შოტლანდიური კლანების გამაერთიანებელი, კლანებად იყო შოტლანდია დაყოფილი, 6 ჯერ დამარცხდა ინგლისელებთან ბრძოლაში. და ერთხელ დაღონებული იჯდა ერთ-ერთ გამოქვაბულში და 6 ჯერ დაუნგრია
ქსელი ობობას და ობობამ მეშვიდედ დაიწყო იმ ქსელის ხელახლა კეთება. გაბმა, ასე ვთქვათ. და ეს იყო ნიშანი მისთვის, რომ კიდევ ერთხელ უნდა ებრძოლა ინგლისელების წინააღმდეგ და მართლაც მეშვიდე ბრძოლაში გაიმარჯვა. დაუშვებელია დანებება, მით უმეტეს პოლიტიკაში. პოლიტიკა არ არის სპრინტერული გარბენი. პოლიტიკა ეს არის მარათონი, რომელიც გრძელდება ძალიან დიდხანს. შეიძლება გარკვეული უღირსი ფიგურები აღმოჩნდნენ წინა პლანზე, წინა პოზიციებზე, მაგრამ როგორც სახარებაში წერია, წინანი იქნებიან უკანანი და უკანანი იქნებიან წინანი. ღმერთის ხელშია, ვინ იქნება პირველი და ვინ იქნება უკანასკნელი. უკანასკნელი იქნება ის, ვინც მოინდომებს, რომ იყოს პირველი და ყველას ბატონი. იმიტომ რომ ვინც პირველია და ვინც ბატონია, ის თავის თავს პირველ რიგში მიიჩნევს უკანასკნელად და ყველაზე უღირსად. აი ასეთ ადამიანად მიიჩნევს ყველაზე ზუსტადაც რომ ღირსეული ადამიანი საკუთარ თავს, რომ ჩვენი ღირსება ჩვენს იმის გაცნობიერებაშია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უღირსნი. და ყველა დიდი წმინდა მამა, ყველა დიდი სასულიერო პირი აცხადებდა, რომ დიახ, მე ვარ ყველაზე უღირსი. და მაშინ, როცა ჩვენ ვეძებთ ბეწვს სხვის თვალში და საკუთარ თვალში დირე ვერ გვიპოვია, ძალიან მარტივი არის ხოლმე შეფასებების გაკეთება. როგორ შეიძლება, რომ ის ოპოზიციური პარტია, როგორიც არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, არ გულშემატკივრობდეს იმ ძალას, რომელიც მოვიდა სწორედ მისი კადრების დამსახურებით, მაგრამ როდესაც აი ამ ძალას აქვს ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ბევრი დანაშაული, როგორ შეიძლება რომ არ ამხილო? სიმართლეს აქვს ერთი თვისება. სიმართლე და ჭეშმარიტება ადამიანს ღამე არ აძინებს. როდესაც ხდება უსამართლობა, ღირსეული ადამიანი თვალს ვერ ხუჭავს. აი ეს არის სიმართლის დამახასიათებელი თვისება და ვისაც გონია რომ სიმართლე სუბიექტურია, ძალიან ცდება, იმიტომ რომ სიმართლე ზუსტადაც არის ობიექტური ჭეშმარიტება, რომელიც დგას ყველა შეხედულებაზე მაღლა, მათ შორის ჩვენ შეხედულებებზე მაღლა დგას სიმართლე. აქედან გამომდინარე შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ბატონო უთარ, თქვენ ამდენი წელია უკვე პოლიტიკაში ხართ ჩართული, აქტიურად ხართ საზოგადოებრივ ასპარეზზე და როგორ ფიქრობთ, რისი გადალახვა საჭირო, აი რა არის ყველაზე საჭირო მოცემულ მომენტში, რომ თქვათ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა წარმატებას მიაღწიოს და შეძლოს ხალხის მსახურება, აი 2 წუთი დაგვრჩა და რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ. ძალიან სწორად აღნიშნე, რომ მართლაც არავითარი დანებება, ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ. ასეთი ბედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტია სულ ამისკენაა მომართული, სულ ბრძოლაში ვართ, სულ ხალხთან ერთად ვართ, სულ გარეთ ვართ, იქსაც ჩვენ ხალხს ჭირდებით, იქსაც ქვეყანას ჭირდება, ყოველთვის პატრიოტთა ალიანსი ყოველთვის წინა რიგებშია და ეს პროცესი ასე გაგრძელდება. არანაირი ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოთ, აი ამ საარჩევნო ციკლის ჩაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ბოიკოტი თუ გამოუცხადე არჩევნებს, მაშინ საერთო საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა მოხდეს ქვეყანაში. რისი ნიშნებით ჩვენ ვერ დავინახეთ, როცა ვიხილეთ ეს რაღაც რამოდენიმე დღიანი ბოიკოტი, სადაც არც მომსახურების სფერო გაიფიცა, არც საწარმოები გაიფიცა, არც სახელმწიფო აპარატი გაიფიცა და არავინ პრაქტიკულად. იმიტომ რომ ამას ხო არ იყო ერთსულოვნება და ძალიან სუსტად პრაქტიკულად ზოგადად საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ქვეყნის ნორმალურ სვლას აჩერებს და მარტო აქ იმაზე არ არის სწორება, რომ ასევე პრობლემა აქვს იმას, რომ აი ამ ორგანიზაციებს არ აყავთ სათანადოდ მომზადებული პროფკავშირი. პროფკავშირი სააკაშვილის დროსაც და ახლაც პირდაპირ ემორჩილება ხელისუფლებას, ამიტომ პროფკავშირის მუშაობის გარეშე არანაირი საერთო საყოველთაო დაუმორჩილებლობა არც ერთ ქვეყანაში მე არ გამიგია და მე უფრო ისეთში როგორც ჩვენა ვართ. ამიტომ ყველგან უნდა ვიბრძოლოთ და არც ერთი არჩევნები ამისთვის არ არის გამოსატოვებელი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება
და ეს ამ უფლებისთვის ყველამ უნდა ერთად ვიბრძოლოთ. უღმეს მადლობას მოვახსენებ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც გვეხმარებოდა ამ გადაცემის ორგანიზებაში. მადლობას გიხდით თქვენ ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს. მომავალ შეხვედრამდე უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ.